ეხლა ჩვენთან ერთად არის ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი დალია ზიადა. დალია, ძალიან გვიხარია, რომ i24 News English-ზე ხარ ჩვენთან ერთად. ვიტყვი, რომ არაბულმა მთავრობებმა ირანი ადრეაც დაგმეს, მაგრამ ფაჰმი პირდაპირ ამბობს, რომ ერთზე თავდასხმა ყველას წინდასხმას ნექ თავდასხმას ნიშნავს. ეს ნამდვილად კოლექტიური არაბული უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ ეს ისევ ძირითადად პოლიტიკური რიტორიკაა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? დიდი მადლობა ნიკოლ, რომ დამპატიჟეთ. სინამდვილეში კოლექტიური არაბული უსაფრთხოება არ არსებობს. ეს ლამაზი დიპლომატიური რიტორიკაა, რომლის მოსმენაც არაბებს სიამოვნებთ არაბული ლიგის გენერალური მდივნისგან, რაც სინამდვილეში ცვლილება. ეს მოხდა მაშინ, როცა მად აბულ-ღეითი და ნაბილ ფაჰმინდე ცვლილება განზრახ იყო საუდის არაბეთისა და სხვა სპარსეთის კურის ქვეყნების ზეწოლის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა ირანის წინა თავდასხმებზე არაბულ ქვეყნებზე და ძალიან რბილი პასუხი, რომელიც იმ დროს არაბთა ლიგისგან ირანის მიმართ მოვიდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ნაბილ ფაჰმის წარსული. ის ეკუთვნის ამრ მუსას სკოლას, ცნობილ დიპლომატს, რომელიც ძალიან ცნობილი იყო თავისი სიძულვილით ისრაელის მიმართ. და ამის გამო არაბებში ძალიან აქებდნენ მას. და ამ სკოლის ძირითადი იდეა ეგვიპტურ დიპლომატიაში ისაა, რომ ყოველთვის გამოვხატავთ ან ვახდენთ პოპულარიზაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არაბთა ერთიანობა, ერთიანი არაბული არმია, არაბული ეროვნული უსაფრთხოება, რაც რეალურად საერთოდ არ არსებობს. და მიუხედავად ყველა წინა მცდელობისა, რომ მსგავსი რამ შეექმნათ, ისინი ყოველთვის მარცხ ხდებოდნენ. ესე რომ ეს ლამაზი დიპლომატიური რიტორიკა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე რეალურ ქმედებამდე მიიყვანს. გვანიშნებს ეს რამეზე ფაჰმის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ეს მისი პირველი გზავნილია, როდესაც ის იღებს არაბთა ლიგის გენერალური მდივნის ახალ როლს. ეს მიუთითებს რა მიმართულებით სურს მას ორგანიზაციის წაყვანა. ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელიც ახლა დასვით ნიკოლე. რადგან ფაქტობრივად პრიორიტეტებში, რომლებიც მან დაასახელა, როგორც თავისი ვადის მანდატი, თავისი ახალი პოზიცია არაბთა ლიგაში, მან უბრალოდ იგივე სიტყვები გაიმეორა სინამდვილეში. ამან გამოიწვია რეგიონში იმდენი კრიზისი, რომლის პირველი მსხვერპლიც არაბები არიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, მან კვლავ გაამახვილა ყურადღება ისრაელის საკითხზე, როგორც რეგიონში ყველაზე დიდ პრობლემაზე და თქვა, რომ პალესტინის საკითხი უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ამავე დროს მან გააკრიტიკა ირანი არაბულ ქვეყნებზე აგრესიისთვის. მან ისრაელი და ირანის რეჟიმი ერთ დონეზე დააყენა. მართლა შოკის მომგვრელია, როცა მან თქვა, რომ ისრაელიც ახორციელებს აგრესიას არაბულ სახელმწიფოებზე და აქ რა თქმა უნდა იგულისხმა ისრაელის ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ. მაგრამ ვიყოთ ბულწრფელები, თუ ისრაელი ახლა არ აკონტროლებს ჰეზბოლას, ახლა არ უტევს ჰეზბოლას. სინამდვილეში თავად ეგვიპტე, საიდანაც ის არის, სერიოზულ პრობლემაში არ მოჩნდებოდა. რადგან ჰუთები ცდილობენ ჩაერთონ ამ რეგიონულ ომში, რომელსაც ახლა ხედავთ, რომ ვითარდება, ასე რომ, რა თქმა უნდა, მან ისევ იგივე რიტორიკას მიმართა, ცუდად ისაუბრა ისრაელზე, ცუდად ისაუბრა ირანზე და გამოიყენა ეს არაბული ნაციონალისტური ენა, რომელსაც პრაქტიკაში რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თქვენ ახსენეთ მისი დაგმობა ისრაელის მიმართ. მან ასევე დაგმო ისრაელი იმის გამო, რომ მათ დაბლოკეს მისი დაგეგმილი ვიზიტი რამალაში გასულ კვირას. რა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებამ და როგორც ცდილობს რამე ეს პალესტინის საკითხისთვის ბრძოლის ნაწილად წარმოაჩინოს არაბთა ლიგის კონტექსტში? ირონიულად, ფაქტია, რომ ისრაელმა შეძლო მისი ვადის დასაწყისში, როგორც არაბული ლიგის გენერალური მდივანი, ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად სუსტია სინამდვილეში არაბული ლიგა, ან რამდენად უსარგებლოა ის. და ვფიქრობ, მისი ვიზიტის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ შოუ გაეკეთებინა. აი ჩვენ აქ ვართ. შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ. ის კიდევ ერთხელ ცდილობს გაიმეოროს ის, რასაც ამრ მუსა აკეთებდა, როცა არაბული ლიგის გენერალური მდივანი იყო. რამდენჯერმე სტუმრობდა ღაზას და დასავლეთ სანაპიროს. უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ კონტროლი ჩვენს ხელშია. მაგრამ რეალობა ასეთი არ არის. ეს არ არის სიმართლე. და მენჯერა, რომ არაბული ლიგის წევრებიც კი ამას კარგად იციან. მათ შორის პირველ ადგილზეა საუდის არაბეთი, რომელმაც უკვე გარკვეული დროა შეწყვიტა არაბული ლიგის დაფინანსება
და ეხლა საუდის არაბეთი ალტერნატივებს ეძებს პაკისტანთან, თურქეთთან და სხვებთან ერთად, რათა თავისთვის და სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის დამცავი ფარი შექმნას, რადგან მათ აღარ აქვთ ნდობა არაბული ლიგის მიმართ. დალია ზია და ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან ერთად ყოფნა i24 News English-ზე. დიდი მადლობა.